მოგესალმებით, ძვირფასი მეგობრო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, დიდ გადაცემას. ბატონი დავით მათიკაშვილი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ოცნების წევრი. მოგესალმებით, ბატონ დავით. დღეს რაზეც შეიძლება დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში. არის ეს ეგრეთ წოდებული გამოძიება BBC-ს, გამოძიება, ისიც იმიტომ ვამბობ, რომ დღეს და ხვალ ვილაპარაკოთ და მეტი აღარ. ზოგადად მე გითხარი კიდეც ცოტა ხნის წინ ჩემი აზრი. ეს არის საკითხი, რომელიც ოცნებამ აღიქვა სერიოზულად. ძალიან ბევრი ცრუბრალდება, რომელიც იქიდან ისმოდა და სწორადაც არ აღიქმეოდა სერიოზულად. ანუ BBC-ს რაღაცა იდიოტური სტატია თუ კვლევა, სადაც საერთოდ არ იყო მტკიცებულება იმისა, რომ გამოიყენა ხელისუფლებამ მომწამლავი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გაზი, ეს არ იყო ამის მტკიცებულება და განიხილა მიიღო სერიოზულად. ამის შემდეგ ჩვენ ვაწყობთ, ხედავთ ამ პრობლემის შაყინოი ვარიანტისში გარდაქმნის პროცესს. ამას უძღვებიან თვითონ ეს ვითომ ოპოზიციონერები, აი ცნობილი პასაჟი ინგა გრიგორიანმა წერტილი დაუსვა ამ საკითხის სერიოზულობას, როდესაც ვიღაცა კაცი, ასევე სასაცილო კაცი იძახდა, რომ გავხიზნეო, ოჯახიო და თუთიყუში რატო არ გახსნა და ძაღლი. თუთიყუში და ძაღლი ეთყობა იქ ცხოვრობს სადღაც დარჩითო და თუთიყუშო ბუმბული გაცვივდაო. და კარგად დაიწყო იმ კაცმა თუ გახსოვს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ამ თუთიყუშზე საუბარი და რას ქვიაო სასაცილოდ აგერ ეს ყოფილა მტკიცებულებათა მტკიცებულებაო და ამის შემდეგ უკვე დამთავრდა ხალხში ეს საკითხი აღარ განიხილება ჩემი აზრით უბრალოდ მივახშოთ ბოლომდე და ვთქვათ რასთან აგვაქვს საქმე. შალო მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. ხოი სერიოზულობიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯი რომ არის, უკვე მე რამდენად შეუძლიათ ჩვენს აქ ადგილობრივ რადიკალებს აი ამის მტკიცებულებები პირდაპირ საზოგადოებას წარუდგინონ, რამე თუ სასაცილოდ გაიხადეს თავი, იმიტომ რომ სასაცილო მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო იმ შინაარსში მზაკრობის მეტი და ქართველი ხალხისადმი სიძულვილის მეტი არაფერი არ იყო და აი ამ ძალიან დიდი პროვოკაციის იმისთვის რომ ქართველი ხალხი აეღელვებინათ ვერანაირად ვერ მიუდგნენ ჩვენს საზოგადოებას, ხო ხვდებით? აი რაც გააკეთეს, რამდენი მზაკრობა არ ჩაიფიქრეს, არაფერი გამოვიდა. და იკადრეს საბოლოო ჯამში, შეთითხნეს რაღაც დოკუმენტი, ვითომ ვითომ დოკუმენტი რაღაც ამ ექიმური ექსპერტიზებით და კვლევებით, რომელიც ძალიან მალევე სასაცილოდ აიგდო საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ, პროფესორებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც მოეკითხება ტოქსიკოლოგებმა პირველ რიგში ტოქსიკოლოგიის კუთხით არსებულმა ჩვენს სამედიცინო ელიტამ, მოდი ასე დავარქვათ და აი ამის მიუხედავად მათ იმდენი ტყუილი, იმდენი ხელშესახებით ტყუილი დაანახეს საზოგადოებას, რომ საპრეზიდენტო მუშტივით არის გამსკდარი ეს მათი მცდელობა საზოგადოების აღელვების, თუმცა მზაკრობა მაინც შალვა აქ მაინც ჩვენ უნდა ხაზი გაუსვათ და ამ საკითხს ესე არასერიოზულად არ უნდა მივიდგეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ოღონდ კი შემოიტანონ ისეთი სეგმენტი ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც მათი აზრით ქართველ ხალხს საბოლოოდ მიაღებინებს არა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველ ხალხს სურს. არამედ რაც მათ. ხო, მაგრამ ხარისხი ვარდება არის ძალიან პროვოკაციები. ძალიან დაბალი ხარისხი დაასრულებ, დაწყებული BBC-ის ავტორიტეტული რაღაცა მედია გიგანტი, რომელიც წლების წინ რაღაცა შეცქეროდა ტელევიზიო და ობიექტურობის რაღაცა ნიშანი იყო, არის ჩამოქცეული და გასწორებული მიწასთან. ამის პირდაპირ მაგალითი არის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალი, რაც მოუწიათ დირექტორატის გადაყენება და მთელი ამბავი. მეორე სკანდალი, რომელიც აგერ თვითონ პარლამენტის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 49 წლის წინანდელ ნათქვამებზე, მას ნაცის რო ეძახიან დღეს პარლამენტის და სისულელეს რო ამბობენ, როგორც თვითონ აცხადებს და თვითონაც აპირებს რომ იჩივლოს და ახლა ჩვენთან ქართველები ვარ, ჩვენ საქართველოს ეხებოდა ეს აი ყოველ ზღვარს გადასული იდიოტიზმით სავსე
რეპორტაჟი და ბუნებრივია რომ აქ ჩვენ მაინც ბოლომდე ჩავყვებით იმხამდე რომ ბოდიში მოუხადონ მეც თქვენს და თითოეულ ქართველს აი უდიდეს სულელისთვის და დაბრალებისთვის რაც მათ გაკეთეს. შემდგომ უკვე ეს ყველაფერი ქართველმა ადგილობრივმა რადიკალებმა ისე გადაამუშავეს მხოლოდ მათ შეუძლიათ თუთიყუშებამდე და გაბუტულ ძაღლებამდე დაიყვანეს ეს ყველაფერი რომ საკუთარ თავს აქაც თვითონ დაუსვეს წერტილი იმიტომ რომ აი ამ სერიოზული პროვოკაციიდან არასერიოზულ მოცემულობამდე დაიყვანეს ეს ყველაფერი. მე ერთხელ ვამბობ, ერთი შეხედვით ხო, რო არ მივიღოთ ხედველობაში, ბევრი სხვა რამ, რაზეც ახლა არ მინდა ლაპარაკი. არა აქვს ძალა უბრალოდ. დასავლეთ სიტყვებს ძალა არ აქვს და ამას ცოტა ხანში კიდევ შევეკითხებით ჩვენ ძვირფასტობას თუ რატო. მაგრამ მათ შეეძლოთ რაღაცის გამოდნობა, მაგრამ მიმდინარეობს ომი. ებრძვი ხელისუფლებას. გაკ კამპანია პროპაგანდის. და ვიღაცა ხო უნდა იყოს, რომელიც რაღაცნაირად ეტყვის ამ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს. ნუ აშაყილებთ თემას. ნუ არასერიოზულად არ წარმოაჩინოთ. მაგრამ არ არსებობს დეზორიენტირებულია ყველაფერი და ცხადია რაც მოხდა ეს უნდა მოხდარიყო რა. ეს ამ ფორმით არა სხვა ფორმით მოხდებოდა. კი ბატონო, გავიხსენოთ აი 2 წამით ყველა ის რეპორტაჟი თუნდაც ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ არხებზე და ამ პარტიულ რუპორებზე რომ გადიოდა იქ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა და სასწაული მოახდინეს ხელისუფლებამ მოკლა ნიკა გვაროვია წყალში დადიოდა ასე და იქ მტკიცებულებებს ეძებდა იმის ქვეშ რა წყლის ქვეშ სისულელე მწვალებში რა თქმა უნდა აი ყველა ფაქტი გოგონა დაიღუპა და რაღაცა სასწაული ოღონდ საზოგადოება აღაშფოთოთ ოღონდ შეიტანონ რაღაც ისეთი სეგმენტი ქართველი ვითომ იციან ქართველი ადამიანის ხასიათს ესეც არიციან არ ესმით ის რომ საკმაოდ ჭკვიანი გამოცდილების უკვე დიდი გამოცდილების მქონე და პატრიოტი ხალხით არის ეს ქვეყანა დასახლებული მისი უდიდესი უმრავლესობა ამიტომ აი ეს მცდელობები აი აქ ხელის ფათურის აბსოლუტურად არც გამოუვათ და ვერ შეძლებენ იმას რისი სურვილიც აი ესოდენ დიდად გააჩნიათ იმიტომ რომ მართლა აი თუთიყუშამდე და გაბუტულ ძაღლებამდე არიან დასულები საკუთარი პოლიტიკით ხმა არ ამოიღო და ხელი არ გაანძირო მიუნდა მიუშვა გიჟი მიუშვი ნებასა თვით შეყრებას ნებასა ეს არის უთყვარი ფორმულა ეხლა მეორე ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებმა თავისი სტრატეგიული დოქტრინა უსაფრთხოების დოქტრინა განაახლეს შავი თეთრზე წერია რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს რუსეთთან უნდა იყოს სტრატეგიული კავშირი და ვაჭრობა და ყველაფერი უნდა კონცენტრირდეს ამერიკელების ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს მონროს დოქტრინის მიხედვით თავად ნახევარსფეროში ნატოს დაერხა ასე ვთქვათ ჩვენ ეს ვიცოდით რაც ომი დაიწყო მას მერე და ეხლა წერტილი დაუსვა ტრამპმა და რაც ხდება ევროკავშირი საერთოდ არ ელაპარაკება ამერიკის ადმინისტრაცია ანუ კონტაქტის დონეზეც არ არსებობს კონტაქტი ევროკავშირს. ამ სხვა ქვეყნებს ელაპარაკება, მაგრამ ზემოდან. და ეუბნება რომ თუ გინდათ ომი რუსეთთან, გადაიხადეთ ფული და თუ გინდათ ცოლად მოიყვანოთ ეგ თქვენი ზელენსკიო. ზუსტად ესია. საქართველოში ახლა მე ჩვენთვის გასაგებია ყველაფერი სასწრაფოდ არის შესაძლებელი ეს კონსტიტუცია და სხვა ნაბიჯებია კიდე გადასათმელი, მაგრამ საქართველოში ეს ხალხი, ეს გიჟები მე ხა წავიკითხე გამოხმაურება ამაზე და არიან რომლებიც ამას იგნორირებას ახდენენ და არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ქაღალდი ყველაფერს იტანს და ეს ისე წერს ტრამპი თორე სინამდვილეში როგორ არა დაპყრობა სურს რუსეთის და ასე შემდეგ აი ამ რეაქციაზე თელს აი ამ გლობალურ შემოტრიალებას რო წარმოდგენა არ აქვს თუ შეიძლება კიდე მითხარი იგივე კომენტარს მეტყვი რაც წინაზე მაგრამ ცოტა ეცადოთ გიჟებზე რა უნდა ვილაპარაკოთ ხა ფსიქიატრები არ ვარ ახეთ ის რაც დღეს შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული დოქტრინის განახლებით დაწერა ძალიან კარგად და ნათლად იკითხებოდა შალვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდგომ განვითარებული მოვლენებით. აი არაჩვეულებრივად იკითხებოდა თუკი პოლიტიკური ალღო კი ბატონო აი რაღაცა ცნობილობა გაგაჩნია და შეგიძლია რომ ერთი ნაბიჯის იქით მაინც გათვალო თუ რას რა მოყვება რაც პრინციპში პოლიტიკოსისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი სწორი პოლიტიკის წარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი სეგმენტი ხო ნატოს გაფართოება რომ იყო სატყუ არა განსაკუთრებით საქართველოსთვის და უკრაინისთვის იმისთვის რომ რუსეთის ახლოს შექმნილიყო მუდმივი დაპირისპირების და პრობლემის წყარო რომელიც მავანს კონკრეტულ არაფორმალურ მართლობას deep states
ძალიან მარტივად ასე ქვია ამ ძალებს მათი მიზნები და ამოცანები შესრულებული იყო უკრაინელების, ქართველების, არ ვიცი მე, მოლდოველების და სხვათა ხელით. ნატოს გაფართოება ეს იყო 2008 წლის შემდგომ ჩვეულებრივი საფრთხობელა, სთხეულებრივი სატყუარა, იმის რა ქვია, სახედარს წინ რო ბალახს, თივას დაუკიდებენ და ასე რო დადის ეს ცხოველი, კეთილშობილი ცხოველი, აი ესე უნდა გვევლო. ჩვენ ქართველებსაც უნდა ევლოთ, უკრაინელებსაც უნდა ევლოთ, მოლდოვასაც, მანამ სანამ ის პრობლემა მათი აზრით, რაც აწუხებს deep states და ეს პრობლემა მათთვის არის რუსეთი, შემდეგ ჩინეთი, ალბათ არ ვიცი, ინდოეთიც ალბათ პრობლემა იქნება. ანუ მათ უნდათ რომ მარტო ისინი იყვნენ. მათ უნდათ რომ ისინი ფლობდნენ ევროპაშიც მარტო ისინი. ევროპაშიც, ყველგან აბსოლუტურად, მაგრამ ისე როგორც დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატებიდან მათ ასე ვთქვათ, წითელი ბარათი, უკვე ყვითელი კი არა, წითელი ბარათი უჩვენა, აი ამ წითელმა ბარათმა ძალიან ბევრი რაღაცა ხელის გულზე დაგვიდო და გამოაშკარავა. ჩვენი ქვეყნისთვის ახლა არის ერთადერთი რამ მნიშვნელოვანი რა. ჯერ ერთი ის რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის მაჯაზე, პოლიტიკურ მაჯაზე ძალიან კაფიოდ მოკიდება, კარგად აღქმა იმისა რა ხდება სწორად გაგება. სწორი გაანალიზება, სწორი განჭრა. რაც ძალიან იშვიათია ბატონო, 90-იან წლებიდან არა, ეს საოცარი ხალხია. ევროპის პოლიტიკაში არის საოცარი იდიოტები. ხო, ნუ საერთოდ რა ევროკავშირი რა ლიდერშიპია ევროპაში, მე არ ვიცი. აი, რო დაუკვირდე, ევროკავშირი, კაია კალაცი, როცა არის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის. წერტილი რა. დამთავრებული. ხო, ევროჩინოსნობის დიდი პრობლემა რო დგას დღეს ევროკავშირში ეს არის. წმინდა ადამიანურად რა. კი ბატონო, ეს ყველაფერი ჩანს ერთი მარტივი მოცემულობით. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გომარევ ცხოვრების დონით არ არის სახარბიელო ევროკავშირი ყველასთვის. ხო, რატო ამბობენ, რატო გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, რატო გვინდა ევროკავშირში? იმიტომ რომ ხარი მაღალი ცხოვრების დონე. ხა რატო არის მაღალი დავანებოთ თავის ის იყო კოლონისტური იყო თუ შიდობა იყო თუ რა იყო დავანებოთ. დღეს ესეთი მოცემულობა. და იქ ცხოვრების დონე ვარდება, შალვა. და ვარდება იმიტომ რომ ეკონომიკები მიდის დეგრადაციის გზით. და ეს ყველაფერი აი იმ რაღაცა უხილავი, თითქოს უხილავი და ამ დროს ძალიან კარგად ხილული ჯოხის დირიჟორის თამაშით ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხალხების საწინააღმდეგო პოლიტიკას თვითონვე ახორციელებს იმ რაღაცა ეფემერული და მითიური მიზნების მისაღწევად, რომელსაც რუსეთის დასუსტება და იქ რაღაცა ახალი სივრცეების რაც თავის დროზე იმას ნაცისტურ გერმანიას უნდა და ახალი სივრცეების მიღება. ანუ გერმანულად კარგი სიტყვაა. კი ბატონო, აი რაღაცა დაახლოებით ეხლა პირდაპირ იმას არ ვამბობ, ბუნებრივია, მსგავსებას არ ვთქვი, მაგრამ აი ესეთი აი გავლენის მოსაპოვებლად. და დღეს საკუთარი ხელით, საკუთარი ნიჩბით ითხრიან იმ ადგილს, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, პირველი მიწა უკვე მიახარა მათ. პირველიც არ არის. არ არის სწორი პირდაპირ ანალოგია, მაგრამ აბა დაუკვირდეთ, ევროპა მაშინ ებრძოდა ამერიკასაც, დიდი ნაწილი ევროპის. და რუსეთსაც ორ ფრონტზე ჰქონდა. ეხლა წარმოიდგინე რას აკეთებს. უფასო, თითქმის უფასო, ძალიან დაბალ ფასში გაზი და ნავთობი რო ჰქონდა, გერმანიას ქიმიური მრეწველობა აღზევდა. რომ თავარი ფასი არის ქიმიურ მრეწველობაში გაზი. და გუგუნებდა გერმანია. ეხლა თვითონ აფეთქეს ან იცოდნენ ვინ აფეთქებდა ეს გაზსადენები, აღარ უნდათ რუსეთის ენერგომატარებლები და აღარ ბიზნესი არ გამოძიდდა. ვიხეირობს ამისგან ამერიკა ძირითადად. იმიტომ საკუთარი ძვირიში აქვს რა. და აი მართლა მიკვირს, აი 1 გრამიტვენი როგორ შეიძლება არ ქონდეთ ან ევროკავშირის ადამიანებს ან მაკრონებს და ვიღაცებს, რომელთა რეიტინგი ძალიან დაბალია უკვე და არ ვიცი. ალე ზღვარზე არიან პრაქტიკულად. ერთი ძალიან მაგარი სტატუსი დაწერა. აი ბიჭია საზად დობორჯგინიცემ და რაში მდგომარეობს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა ამ ტრამპის ახალი დოქტრინიდან გამომდინარე. ქართული ცნობის პასუხი ამ კითხვაზე ცნობილია. 3 წელი. პარტნიორების დივერსიფიკაცია, კი ბატონო, ჩრდილოეთის დაბალანსება აღმოსავლეთით, კი ბატონო, აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობის გარღვევა, მრავალვექტური საგარეო პოლიტიკა ყოველგვარი პროს გარეშე. ოპოზიციას პასუხი არა აქვსო და ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და ეკითხება, რომ ქოცების დოქტრინით რა არის საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა. ნუ ჯერ ვიხუმრე, რომ გერეუ დაწერს და მომასწრის მეთქი და მე არა და გიწერია თქო. წერდა. ამის შემდეგ ხატია იძახის, რომ ანტისარიეტაში ჭუჭყიან პროპაგანდისთან ერთად ვერ ვიმჯერებ, ცალკე მე ჩემს სტატუსზე შემოდი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემს სტატუსზე შემოდი. აი, ხვდები რაშია საქმე? სადღაც არის ელექტორალურ ორმოში. ეს ქალი.
და მას იყო მიმდევარი. გაუქმებულია რო არის Facebook-ზე, ხო იცი? და მაინც ტონი ნახე რა. ანუ ბურბონებივით, ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს სამწუხაროდ. ხო, შემოდი. ჩვენთვის არის ამ ყველაფრიდან ახლა რაც შენ ბოლო სიტყვაში რაც ხარ ბძანე ისაუბრე, რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აქტუალური არის ჩვენი თავი და ჩვენი როლი და ჩვენი მოცემულობა სად ვართ, რას ვაკეთებთ, საით მივდივართ და რა არის ის უსაფრთხოების გამორჩეული გარანტია, რომელმაც საქართველოს უნდა წინ წაიყვანოს და განავითაროს. ამაზე არის ერთადერთი პასუხი რა. ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდნის, როგორც ეს ილიასეულ ძალიან ცნობილ გმირს აქვს ნათქვამი. აი მაკედან უნდა დაიწყოს ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ერის უსაფრთხოება. მანამ სანამ და ასე იყო სამწუხაროდ აგენტურა მართავდა ჩვენს ქვეყანას. მანამ სანამ ქართველი ხალხის აზრი რეალურად იყო გაიგივებული აგენტურის აზრთან და ის აწვდიდა შესაბამის მოცემულობას ხალხს, ვითომ ეს ქართველი ხალხის შეხედულება იყო. ჩვენი უსაფრთხოება იყო კრიტიკულ ზღვარზე დასული და პრაქტიკულად არანაირი უსაფრთხოება არ გქონდა. აი ძალიან მარტივი მაგალითი, ხო? ნატოში გაწევრიანების სურვილი, ის სურვილი, რომელიც არ არის მიღებული და ტაშდაკრული ჩვენი ჩtildeოელი ოკუპანტი მეზობლის მიერ და აი ამ მოცემულობაში ეს საფრთხეს გვიქმნის. ორი ისევ გავიხსენებ 2008 წელს. არანაირი გარანტია უსაფრთხოების. არანაირი მაპი. არანაირი მაშინ როდესაც 60 დღეში შეიყვანეს თურქეთი ნატოში, მაშინ როდესაც ფინეთი კიდევ უფრო მალე. ანუ როგორ თურქეთი იყო, დემოკრატია ყავდა თურქეთში, მაშინ ნატოში რო შეიყვანეს და პირიქით საუარესოდ პრაქტიკულად ზურგზე დაგვახატეს ნიშანი სამიზნე იმ ძალებისთვის, რომელსაც ეგზისტენციალურ საფრთხეთ მიაჩნია ნატოს გაწევრიანება. თქვენ აუცილებლად გახდებით ნატოს წევრი. როდის გავხდეთ? როდის? მაშინ როცა შემოვა ის დამყრობელი და დავიცი, აქ არაფერი დარჩება, მეტი? ანუ აქ ხო ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო საფრთხობელი. ამიტომ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული პოლიტიკის წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის გამყარება და ეს ყველაფერი შალვა, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებთან ერთად ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებით, წინსვლით და გამყარებით ხორცს. აი ხა გადავიდეთ სასიამოვნო ნაწილზე. რამაც უნდა მოიცვას დღეს ყველა მედია საშუალება და ყველას უნდა გქონდეს პირზე, ეს არის ჩვენი ხელისუფლების საოცრად კარგი და სასიამოვნო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. და რესურსი დაიზოგება, იმიტომ რომ უცხოელებს აღარ მივიღებთ, როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქეებს მივიღებთ და ქართველებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებს. დიდი ეს არის უპრეცედენტო და მართლაც აი მეგა მნიშვნელობის მქონე მოვლენა ჩვენს დღევანდელ მოცემულობაში განათლების რეფორმა, რომელიც იგეგმება და ხორციელდება ხელისუფლების მიერ. აი სულ რო საუბრობთ ილიასეული გზა, ეს არის განათლებული ერის გზა. ილიასეული გზა ეს არის ერი, რომელიც განათლებულია და ამ პრიზმაში ატარებს ყველა მოვლენას. და განათლება კიდე გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ხელი უნდა შეუწყოს ძალიან განათლების სისტემას. აქამდე რაც ვერ შევძელით, დღეს უნდა შევძლოთ. და დღეს არის ყველა რესურსი, მათ შორის ფინანსური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი და ასე შემდეგ, მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ეტაპი დავიწყოთ, გავიდეთ ბოლოში, ჩვენი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ ყველა პირობა, რომ ქვეყანა არ დატოვონ. იმიტომ კი არა, იძულებით და ბორკილების დადებით კი არა, მაღალი განათლების დონით, მაღალი შესაძლებლობების მიცემით. ამაში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფასო განათლება, ის რაც გერმანიაშია მაგალითად, გერმანიის განათლება არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის უფასო, იმიტომაც არის სასურველი იყო ყოველთვის გერმანიაში სწავლის გატანა, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მაღალ კვალიფიციური განათლებას იღებდნენ, აი ეს მაღალი კვალიფიციური განათლება უნდა მიიღოს აქ ქართველმა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ უფასოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის დონე უნდა იყოს და ამისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც პრემიერ-მინისტრი არის ჩართული და ჩახედული ყველა ნიუანსში. დამერწმუნეთ, თვითონ გახლავთ პროფესორი, თვითონ ასწავლის უნივერსიტეტში, თვითონ კითხულობს წლებია ლექციებს, იგი მოსმენილი კი არ იცის. ზუსტად იცის სად რა არის გასაკეთებელი. ზუსტად. მათ შორის მინისტრი ასევე წლებია კითხულობს ლექციებს, წლებია აქ შეხებლობა ამ ყველაფერთან და
მოკლედ ეს საკითხი არის სანდო ადამიანების ხელში და ჩვენ შვილებს ხვალინდელი და ზეგინდელი დღის ყარი საფუძველი დღეს უშენდებათ აი ამ უპრეცედენტო განათლებით რომელიც სხვა რაღაცასაც მივაქციოთ ყურადღება. ახალგაზრდები სწავლობენ კერძო უნივერსიტეტებში. კერძო უნივერსიტეტების იდეოლოგია ჩვენთვის არის გასაგები, მისაღები არ არის. საქართველოს უმაღლესების ძალიან კერძო უმაღლესების ძალიან საკმაოდ დიდ რაოდენობაში ჩემთვის პირადად და არა მარტო ჩემთვის მისაღები იდეოლოგია არ არის. იმიტომ რომ ვინ კითხულობს იქ ლექციებს, რასაც ტელევიზორში ჩამოვიდნენ, იგივე ეუნებიან ახალგაზრდებს. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკურენცია სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არ იქნება ასეთი საშინელება, ხო, ნაცების ბუდე, სადაც არ შეიძლება რომ იყოს. მე არა ვარ არავის წინააღმდეგი და პარტიულობის ნიშნით, მხოლოდ პარტიულობის ნიშნით არა ვარ მომხრე პროფესიონალების განთესვის, მაგრამ რასაც ასწავლიან, ის ძალიან ყურადღებით უნდა იქნეს, ხო, ანტისახელმწიფო და ანტიქართული არაფერი არ უნდა იყოს. თორედ მთელ ჩვენს ეხანდელ ბრძოლას აზრი არ აქვს. აი ეს ასპექტი ძალიან საინტერესოა. დეპოლიტიზება შალვა იმ სასწავლებლების და უბრალოდ სასწავლებლების დეპოლიტიზება სწავლის პროგრამის დეპოლიტიზება სადაც კი თავის თავს აძლევენ იმის უფლებას ცალკეული ადამიანები რომ ახალგაზრდა ნორჩ ადამიანებს სტუდენტებს თელ ცხოვრება რო წინ აქვთ თვითონ უხეშად ხელის ტვინში ფათურით ისეთ მოცემულობაზე და იდეოლოგიაზე ხელი წაკრან რომელიც იმ ასაკში და იმ მოცემულობაში იმ ფსკერზე იმ ადგილას არ უნდა ხდებოდეს მაგ უნივერსიტეტი არ არის პარლამენტი უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პარტია უნივერსიტეტი და ინსტიტუტი არის უმაღლესი განათლების მისაღებად განკუთვნილი იქნება ეს კერძო სახელმწიფო რა მნიშვნელობა მაღალი ხარისხის განათლება დეპოლიტიზება და ერთადერთი რაც უნდა ამ აი პოლიტიკასთან ახლოს თუ შეიძლება ესეც არ არის რეალურად პოლიტიკა პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული რა რომელიც უნდა იყოს ნებისმიერი სტუდენტის, ნებისმიერი მოსწავლის, ნებისმიერი დასრულებად უმაღლეს განათლება მიღებული მოქალაქის ალბათ პირველი ამოსავალი წესი. თუმცა ჩვენ არ გავკითხავთ იმ ადამიანებს, რომელსაც არ არიან პატრიოტები, მაგრამ ერთია შენ არ ახარ პატრიოტი, დაუშვათ, რაღაცა პრობლემები გქონდა, არ ვიცი. წარმოიდგინეთ სამშობლოზე არც ლაპარაკობ, არც ფიქრობ, მაგრამ როცა შენ მინუს ნიშნით პატრიოტი ხარ, როცა მონაწილეობ ისეთ რაღაცეებში, აი ეს უკვე არავის არ უნდა ეპატრიოტოს. კი ბატონო, გეთანხმებით, ხო, ახლა ჩვენი ვერ დავაძაბეთ, დეტექტორით ვერ განსაზღვრავთ ვის ვინ არის ის უყურებს, მაგრამ ვინც ებრძვის, აი ცოტა სისხლის სამართლის საქმეც არის და სხვა უწყებების. კი ბატონო, ეს ერთია, თუმცა მე მეორე საკითხსაც ასე ვთქვათ, თქვენის ნებართვით ხაზს გაუსვამდი, როდესაც ბავშვი, პირველი კლასელი, ხო იწყებს მეორე კლასზე ამუშავება. მიდის სკოლაში. იწყებს დროშის აღმართვით. საკუთარი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსი. იწყებს სწავლას ჰიმნის მოსმენით. და ეს ჩდება მის მენტალობაში. შემდგომ უკვე წლების მერე დიდი შანსია რომ მისგან ქვეყნის მოყვარული პატრიოტი და ქვეყნის მშენებლობაზე ორიენტირებული ადამიანი დადგეს და მოქალაქე გაიზარდოს. ვიდრე ის ადამიანები, ვის სპეცსამსახურების ინტერესების სფეროში უნდა მოხვდნენ წეგან რო ახსენეთ პირიქით სამშობლოს რო ღალატში და უბედურებაში ძალიან გაწაფულები არიან. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდანვე შენებლობაში ჩაიდოს ახალგაზრდის ეს პოლიტიკური სპექტრი მინდა დაგისვათ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოს შეკითხვა. პოლიტიკური სპექტრი საქართველოს არის ძალიან ცუდ დღეში რეალურად. ძალიან ცუდ დღეში, კატასტროფულ დღეშიც არის, იმიტომ რომ არ აყვავს ოპოზიცია. კი ბატონო. ყველა მეთანხმებით ამაზე. ჩვენი სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი არ გვაქვს, იმიტომ რომ ვერ შეუძლებელი იყო ამათი ატანაო ვერ, აი, როგორ გითხრა, თავის თვითონ მოიწეს, როცა პარლამენტში არ შემოვიდა. ქონდათ უდიდესი მხარდაჭერა, გავიხსენოთ, მათთვის მიცემული ხმები და ეს იყო მისთვის საბედისწერო ხარაკირი. გაფანტეს ეს ყველა. არ არის კარგი, არავის არ მოსწონს. შეიძლება ოცნებას ერთი შეხედვით ეს მოსწონდეს, მაგრამ არ ამგონია, იმიტომ რომ არ არის სწორი. ნუ ამას ახალი საპარლამენტო არჩევნები როცა იქნება 4 წლის ვადაში, 4 წლის შემდეგ თუ 3 წელი დარჩა. გამოასწორებს მეტნაკლებად, მაგრამ მანამდე როგორ გესახება აი ამ მაის ხელისუფლების ვალიც არის, რომ ამ პრობლემასაც წამბობს. კი და დამერწმუნეთ, რომ ხელისუფლება რაც მასზე არის დამოკიდებული
ძალიან ობიექტურად, აი თქვენც თქვით, რომ ახლა სუბიექტურად შეიძლება ქართულ ოცნებას ესაწყობდეს. ძალიან ობიექტურად უყურებს ხელისუფლება ამ ყველაფერს. უპრეცედენტო მნიშვნელობის მეგაპროექტია განათლება. რამდენიმე უპრეცედენტო მნიშვნელობის ამბავი ხდება დღეს საქართველოში. მათ შორის ეს ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოვიდა, მათ შორის ეს მეგაპროექტი და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც არის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი, რაც გულისხმობს შემდეგს კრიმინალების მანტიაში გამოწყობილი ვითომ პოლიტიკოსები უნდა გაქრნენ საქართველოს პოლიტიკური ავანსცენიდან. ეს იმიტომ არა რომ ვინმე ჯინი ჭირს და მაინდა-მაინც მის თვალები არ მოწონს. ეს არის იმ საქმიანობის შედეგის დამსახურება, რაც წლების განმავლობაში ამ ადამიანებმა ამ ვითომ პოლიტიკურმა ძალამ სიამდვილეში აგენტურამ სიამდვილეში ქვეყნის სიძულვილით გაერთიანებულმა ადამიანებმა ჩვენ სახელმწიფოს დამართეს და როგორც კი შალვა ეს პროცესი დასრულდება აბსოლუტურად კონსტიტუციურობის ფარგლებში ის რაც არის ძალიან მაღალი ევროპული პრაქტიკა და ჩვენ ახალი ველოსიპედი აქ არაფერი მოგვიგონია რომ რამდენი პარტია აიძალა ევროპაში აბა კარგად გაითვალეთ მარტო ნაცისტურ პარტიაზე არ არის საუბარი ხო ის მეორე პარტია აიძალა აი როგორც კი ეს განხორციელდება და მოხდება აუცილებლად ბუნებრივად გაჩნდებიან ის ძალები, რომლებიც არა საქართველოს, არა საკუთარ სამშობლოს, არამედ ხელისუფლებას დაუდგებიან ოპოზიციაში. რაც არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შუქი, იმიტომ რომ როგორი კარგი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, მას ჭირდება ოპოზიცია, მას ჭირდება კრიტიკა, მაგრამ ხელისუფლებას ჭირდება კრიტიკა. და არა ქვეყანას, და არა ხალხს, და არა მოთხოვნას, აი ესე ხელგამოყოლო, როგორც ხალხი დააზიანე, როგორც ხალხი დაასანქციონე, რომ ეს ხალხი გამოვარდეს და ხელისუფლება გადააყენოს. გული მოგვეცი რომ ჩვენ ქვეყანა უბედურებაში გავხდეთ. კი ბატონო, აი ეს და ეს ოპოზიციას ჩვენს ქვეყანას აღარ უნდა ყავდეს. ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის კრიმინალური დაჯგუფებები, კრიმინალური დაჯგუფებები, კრიმინალური სინდიკატები, უცხოეთიდან დაფინანსებული საკუთარი ქვეყნის უცხოური დასაღუპად აღმოცენებული NGO სექტორი, რომელიც ისმადით ახლა ამერიკა ფულს აღარ აძლევს, ევროპელებს ფული არ აქვთ ხალხო, ეგ ტყუილია. ეგენი ყველანი იჯდნენ USAID-ის და NED-ის ფულზე, ყველანი. აგერ როგორ დაეხმარებიან ახლა მარტო დარჩენილ სააწყალ უკრაინას ევროპელები. როგორ დაეხმარებიან ნახავთ. გინდათ სახელმწიფოს დახმარება, დაეხმარეთ იმ ქვეყნის ხელისუფლებას. დაანებეთ თავი რაღაცა ადამიანების მოძებნა, რომელიც სპეცსამსახურების ვალდებულებებს და მიზნებს ახორციელებენ და იმ ქვეყანასთან საერთოდ არ არიან დაკავშირებული. კი ბატონო. დიდი მადლობა ჩემო კარგო. დავით მათიკაშვილი იყო ჩვენი გაცემის სტუმარი, უღრმესი მადლობა მას. ჩვენ ძალიან კარგი სტუმარი გოგა ხაინდროვა გვერდის სულ მცირე ხნის შემდეგ. გოგა მოვიდა ჩვენ ხაინდროვა მოგესალმები გოგა, როგორ ახლა? BBC მიკითხოს თორე. ხო BBC-ზე რა ანუ აი პირდაპირ რო გვეთქვა რომ უკან გაიკეთეთ მთელი BBC-თ რომ შეიძლება ეგრე მარტივად არ არის საქმე შალვა. მე მინდა გითხრა რომ იმ ინტერვენციის მერე რაც საბჭოთა კავშირმა და მერე რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ იმ ოკუპაციის მერე ესეთი ტიპის ინტერვენცია საქართველოს მიმართ არ განხორციელებულა, რაც გააკეთა BBC-მა. გულისხმობ ამ არა გაუკეთებიათ, იმიტომ რომ მე მინდა გითხრა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა 1914 წელს, როცა გერმანიამ გამოიყენა პირველ მსოფლიო ომში. იმის მერე 100 წელი გავიდა და ყველას ახსოვს, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, იმიტომ რომ საშინელი მეორე მსოფლიო ომის არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომი. მეორე ანუ ეს მეორე მსოფლიო ასე იმის მერე ხო გეუბნებით, გავიდა 100 წელზე მეტი და მთელ მსოფლიოს ახსოვს, იმიტომ იყო გამოყენებული ეს, რომ აი პირველი მსოფლიო ომი. იპრიტი ხო მახსოვს. აი, შენ წარმოიდგინე, ხო, ეს რას ნიშნავს? და ესეთი დარტყმა ქართული საზოგადოების, ქართველი ქვეყნისთვის, ქართველი ერისთვის არავის არ განახორციელებია. მე დავბრუნდები მე ამ ქართველებთან, ვინც ამაში მონაწილეობენ. მე ვთქვი დღეს, რომ ამ შხამში, რომელიც გამოიყენეს, პოლიტიკურ შხამში, რომელიც გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გარეული იყო გიგაური, ეს ისენი ჩახონაშვილები, ეს ნანოვაშვილი და ისინი გაურიეს. რატო იცი რომ ქართული ელფერი ქონოდა იმ საწამლავს რა ეს ისე როგორი დარტყმა არის იმიტომ რომ მე მინდა გითხრა რომ ეს ბევრმა წაიკითხა ხა სხვა საქმეა იქ რა ეს თითზე ღილაკზე დამჭერი ადამიანები თუ არა ადამიანები ბოროტ მოქმედები რასაკეთებენ როცა იქ იმ სპეცსამსახურში თით საჭერენ ღილაკს და ყველა ერთნაირად ყაყანს რო იწყებს ერთიანად რო იწყებს სხვა საქმეა რომ იმდენად მოუმზადებლად გააკეთეს სულ ყველაფერი ყველა სხვადასხვა რამეს ლაპარაკობდა ზოგს ბუმბული გასწევდა ზოგი იმასთან ცხოვრობდა ზოგმა
ის ანესთეზია დაკაზოგმა კიბოდა ყველა თავისას ლაპარაკობენ არ გააფრთხილეს რა უნდა ეთქვათ რა სიმპტომები აქვს ამას არ გააფრთხილეს რომ ამას სიმპტომი კი არა ეს კლავს ადამიანებს პირდაპირ იქ უნდა ყოფილიყო ასობით მოწამლული ამასობით მოწამლულში ღმერთმა დაიფაროს და 10-ობით გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო ის შხამი რო გამოიყენებინათ რაც BBC-მ გამოაცხადა რის შესახებაც BBC-მ გამოაცხადა შენ წარმოიდგინე როგორი სპეცოპერაცია განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ ეს მე მინდა გითხრა რომ ეს ლაქას ჩვენ დიდხანს ვერ მოვირეცხავთ იცოდე ვინც ამაში მონაწილეობდა ხო ეს გიგაურები ეს ჩახნაშვილები და ესენი არიან ბოროტმოქმედები ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები პირდაპირ ღიად ლაპარაკობ ამას და ამაზე პასუხს ვაგებ და მზათავარ სასამართლოში განვაცხადრო ხო მაგრამ მე ესე ტრაგიკულად არ უყურებ ამ ქვეყნის BBC-ს არა აქვს მორალური ძალა არა BBC-ს რა ძალა არა ამას არავინ არ დაიჯერებს ეს არის მოქმედი როგორ ეხლა ეგრე არ არის მე მგონი არა BBC-ს გავცელების არის ძალიან დიდი მსოფლიო არის მოქმედი არა მომისმინე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე პირველი შემთხვევა ამას წინ რამდენიმე წლის წინ იყო განცხადება იგივე BBC-ების, CNN-ების, CNN-ების, რომ ჩვენ მოვწავლეთ საქართველოს პრეზიდენტი და ამაზე იყო ისტერია ატეხილი, ამას მხარს უჭერს კონგრესიდან, სენატიდან წარმომადგენლები, ევროკავშირის, საფრანგეთის იმიდან სენატიდან. ხო, მაგრამ ინგრევა ეგ ყველაფერი. ეხლა ეს გასაგებია რომ ეგ ინგრევა შენ იცი და მე ვიცი და იმან გაისად აღარ იყოს ეს ორგანიზაცია. ერთი მათქმეინე რა შალვა ბოლომდე ჩემი აზრი რა. გავიგე რომ შენ ამ მე გეუბნები რომ ესე მარტივად არ ჩაივლის. მთელმა ევროპამ უამრავმა ადამიანმა სხვადასხვა ქვეყნებში მოისმინა ის რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ადამიანები, ქართველი მამები იმიტომ რომ ის პოლიციელები არიან მამები ოჯახის საკუთარი შვილების წინააღმდეგ ქიმიური იარაღს იყენებენ და ეს გაავრცელეს ყველგან როგორც შეიძლება ნანოაშვილი ეს ბოროტმოქმედი ხო გამოდიოდა იმისი რა ქვია აღმოსავლეთ ევროპის აიხლა დიდი სამიტი იყო და იქ ამტკიცებდა რომ ქიმიური იარაღს ვიყენებთ ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანის იმაში ქვეყანაში ერთმანეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღს ესე მარტივი არ არის ამას ისე ნუ უყურებ რომ ჩავარდა თვითონ სპეცოპერაცია რომელიც იყო დაგეგმილი იმიტომ რომ იქამდე დაეცნენ თვითონ დაეცა ეს თელი ეს პორნოლიბერალური სამყარო თავის სპეცსამსახურებით ხო და ეს ნათელი გახდა არაერთხელ გვითქვი ამ სტუდიაში როდესაც CIA-ის დირექტორმა თქვა რომ გამოიხსნენ იქიდან პორტარტურისკენს რო გამოა ავღანეთიდან თქვა რომ ჩვენო კაბულში არ ველოდებოდით თალიბანსო ხო და მაშინ გახდა ნათელი რა დღეში არიან და ეს ოპერაციაც როგორც არის ჩატარებული ესეც იმას ადასტურებს რომ სადამდე არიან დასულები მაგრამ თვითონ ჩანაფიქრი თვითონ ამ ბოროტების სიღრმე ხო ესე იგი როგორი ზიანი მონიაყენეს ქართულ საზოგადოებას ქართველ ერს რომ ეს არის ხალხი რომელიც ერთმანეთს ქიმიური იარაღით წამლავს იქ იყვნენ კაცები, რომელთა შვილები, ან შვილიშვილები, ან მეზობლები, ან მეგობრები, ან მეგობრების შვილები, ან რაღაცა თანამოქალაქეები იყვნენ და მიუშვეს საშინელი ქიმიური საწამლავი. ეს არ არის ესე მარტივი, შალვა. ეს აქ ჩავარდა, აქ მივიდნენ იქამდე, რომ აქ აღარავის აღარ ჯერა. ენას ძვალი არა. გასაგებია, მაგრამ მე რა მინდა გითხრა, რომ ეს აიკითხა მთელ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებში მოისმინეს ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, მოისმინეს, რომ ერთი ათეული ქართველი გადაგვარებული, რომელსაც რანაირადაა ნანოაშვილი ქართველი როგორ არის, ან გიგაური როგორ თუ სადმე რამე ბოროტებაა, თუ სადმე რამე ღირსების აყრაა, თუ სადმე რამე ლანძღვაა, თუ სადმე რამე ცილის-წამებაა ქართველი ერის წინააღმდეგ, გიგაური ყველგან იგზის. იქ არის ნანოაშვილი. იქ ავალებაა გაგეთი და იმიტომ. ესმის მერე შემოესევიან ეს მოკუჩავები და ისენი და დაადასტურებენ რომ აი ჩვენმა ექსპერტებმა რო თქვეს ეს. შენ გესმის ვინ უნდა იყო? რომ საკუთარ ოჯახს, იმიტომ რომ საქართველო არის ოჯახი, ხო? ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი. საკუთარ ოჯახს დააბრალო დანაშაული, რომლის ქვემოთ აღარაფერი აღარ არის. ქიმიური საწამლავის გამოყენება საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ამის იქით აღარაფერი აღარ არის, ხო? მაგას ჯობია დუელში გამოიწვიო შენი შვილი და ესრულო, ვიდრე ქიმიური იარაღი მიასხა და მოკლა, ხო? აი ამ დონეზე დაეცა აი ეს კასტა, ხო? აი ეს სექტა. და მე მინდა გითხრა, რომ ესა ვერ ჩაივლის ესე მარტივად. ამაზე პასუხს აგებენ გიგაურები,
ისინი რაგვარია ჩახნაშვილები თუ ვიღაცეები, ხიდაშელები, ეს ნანოაშვილები, პასუხს აგებენ აუცილებლად. უნდა აგონ პასუხს კანონის თელი სიმკაცრით, იმიტომ რომ მეტი შეურაცხყოფა ჩემთვის, შენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის ძნელი წარმოსადგენია. იმიტომ რომ ჩვენ გამოგვიყვანეს ერად, რომელიც საკუთარ შვილებს ქიმიური იარაღით წამლავს. და გინდა რომ გავიაზროთ, კარგად და მაყურებლებს და ვინც გვიყურებს, მინდა თქვენ გესმით რა დაგვაბრალეს. და ყველა ჩვენთანაც დააბრალეს, იმიტომ რომ ჩვენა ვართ ამომრჩევლები იმ ხელისუფლების, რომელმაც ვითომცდა ეს განახორციელა. ესე იგი ჩვენ ყველანი თანამონაწილეები, ჩვენ ვიცოდით ეგ და ამის მერე მივეცით ხმა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ეს ერთი წლის წინ მოხდა. შენ წარმოიდგინე, რამდენად დაჩლუნგებულები არიან. ლოგიკა ხო არსებობს. ხო და მაგას გეუბნები, როგორ არიან გადაგვარებულები ყველანაირად, ერთი წლის შემდეგ ალაპარაკდნენ. ეს ის რო არის, ის რო გამოვიდა, ის ბუაძე, ერთი კვირა ვაშრობდიო. რასო? სველი ის მეცვაო, კურტკაო. ერთი კვირა ვაშრობდიო. ერთი კვირით მე მივიტანეო ქიმწმენდაშიო და იმ ქვენწმენდის თანამშრომელიო მოიწამლაო და ქიმწმენდის თანამშრომლები არ წმენდავენ. საერთოდ არ წმენდავენ. მანქანაში მაგრამ შენ ასე ხარ ვისთანა გვაქვს საქმე? აი ეს ტოპტვინები რადონეზე არ ან ისინი ვისაკნობიან, ან ეს BBC ეს თუ რამე არის სიმბოლო დღეს სირცხვილის ბრიტანეთის რა? ორი რამეა მათი ასე წარსული, იმპერიალისტური წარსული, რასაც ჩადიოდნენ ინდოჩინეთში თუ აფრიკაში და BBC. დღევანდელი BBC არის სირცხვილი ბრიტანეთის იმპერიის არსებობის. საკუთარი ნაიჯელ ფარაჯი უჩივლა ეხლა აღარ ვამბობ ტრამპზე რომელიც 5 მილიარდს თხოვს, ხო? გადადგა დირექტორი, გადადგა ახალი ამბების. შენ გესმის რა მდგომარეობაში ეს პორნოლიბერალური სამყარო, მაგრამ მე რა თქმა უნდა ეს მადარდებს, იმიტომ ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ, ხო? გინდა არ გინდა ამათთან ერთად გვიწევს ცხოვრება, ხო? სხვა საქმეა რომ გავემიჯნეთ და აბსოლუტურად აი ისე მტკიცედ დავიცავით ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მომავალი, მაგრამ ეს ხო იმას არ გამორიცხავთ ჩვენ მათთან ერთად ცხოვრება ვიცით. აი უყურე მეგონი მათთან ერთად არ მოგვიწევს, იმიტომ რომ სხვები მოვლენ ტურფასა საბაღდანოს, იმიტომ რომ აი ტრამპის ახალი დოქტრინის თანახმად ევროპა საერთოდ არის გამორიცხული, უბრალოდ ოკეანის გაღმა სამყარო არის გამორიცხული. ანუ ევროკავშირს არ ელაპარაკება ტრამპი. ანუ ოფიციალურადაც აღარ ელაპარაკება, ხო. უკრაინაზე ამბობს რომ მიდითო ზელენსკი ცოლად მოიყვანეთ, თუ გინდა თქო მე ფული არ მთხოვოთ. რუსეთთან ამ დოქტრინაში რუსეთთან სტრატეგიული კავშირი უწერია, სავაჭრო, ხო. ბიზნესში გადაიტანა პოლიტიკა. ხო, ყველაფერი, ხო. და საერთოდ სოფლიო პოლიციის როლზე სასახად მკაფიოდ უარს იძახის. ეს არის ტექტონიკური ძრა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნუ გაცხადდა უკვე. და ევროკავშირს, ნატო რო დაშლილია უკვე გასაგებია, გავიგეთ. ევროკავშირსაც ძალიან მალე დაერხება. არა, ევროკავშირი უკვე დაერხება. ხო და ანუ ამ კორუფციული სკანდალის ფონზე რაც ხდება. ეხლა დაიჭირეს ხო ის მოადგილე. კაია კალასზე დგას საკითხი. კაია კალას. ვიზე ევროკავშირი აღარ არის. დაამთავრდა და ამიტომ მინდა რა ჩვენ ხელისუფლებას მიმართო რა ეხლა მხარდამჭერი ვარ მაგისი მასო გამოიღეთ ეს უბედურება იმიდან რა ქვია ვერ ამოიღებენ ჯერ პლებისციტი ჩავატარ ის ევროკავშირი ჯოჯოხეთში რატო გვიწერია კონსტიტუციაში რომ საქართველოს უნდა მივიდეს ჯოჯოხეთში რატო უნდა მივიდეს ჯოჯოხეთში და თან არც არსებობს უკვე ხო ეხლა მე ერთი რამე მინდა გითხრა ხო ამასთან დაკავშირებით ის იმას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რა თქმა უნდა ისმენე ხო აი თავმოყარეობის ნასახი რო კონდეთ. აი ნასახი, აი ამდენი თავმოყარეობის რო. ამის მერე რაც ტრამპმა მათ შესახებ თქვა, მაგრამ ძალიან დამამცირებელი. საერთოდ მე სოფლიოში რა ხდება, წარმოიდგინე. სომალიზე თქვა რომ მე ეგეთ ქვეყანა არ ვიციო. ეს არის ტერიტორია, სადაც კლავენ ერთმანეთს. უმისმინე, ეს არის ტერიტორია, სადაც ნაგავი ცხოვრობს. და კლავენ ერთმანეთს. ეს ნაგავიო უნდა გვოვაშოროთ ამერიკასო, ხო? ეხლა მე რა მინდა გითხრა, იცი რომ თუ ეხლა რა უნდა გიკვირდეს იმ სამყაროში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყანაზე იძახის, რომ ესო ტერიტორია, სადაც ნაგავი ცხოვრობსო. და ნაგავი უნდა გავყაროთო, ნაგავი. ეს იცი რა არის, ეს ზუსტად იმის გაგრძელებაა, რაც იყო ბრიუსელში 1960 წელს, როცა
ადამიანების ზოოპარკი იყო. რაც ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა 1960 წლამდე საფიფარიშოში შავკანიანებს არ უშვებდნენ და ასე შემდეგ. ეს მითი რაღაცა ღირებულებების, რაღაცა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების არის მიწასთან გასწორებული. და ამის სიმბოლოს ვართ დღეს ჩვენ, როდესაც აი მთელი ეს პორნოლიბერალური სამყარო ესე უტიფრად, ესე უსინდისოდ, ესე უთავმოყვარეოდ უტევს ერთ პატარა ქვეყანას, რომელმაც ერთადერთი რამე განაცხადა, რომ ჩემი თავი მე უნდა მეყუდნოდეს და მე ომში თვითონ გადავწყვიტავ ჩემ ბედს და ჩემ მომავალს. და არ დავიღუპავ თავს. არ დავიღუპავ თავს თქვენი გულის, არც თქვენი გულისთვის. არავის გულისთვის, ხო? თუმცა 3000 წელიწადია არც ერთხელ უარი არ მithქვია იმაზე, რომ ჩემი შვილებს თავი დაედოთ, იმისთვის, რომ ჩემი სამშობლო დაეცვათ. ჩემი რწმენა, ჩემი ღირსება, ჩემი ტრადიცია. არასოდეს ქართველ ხალხს ამაზე უარი არ უთქვია და შვილებს ეუბნებოდნენ ან ფარით მოხვალ, ან ფარზეო, ზემოდანო. ისე აგზავნიდნენ, ხო? და ყველაზე დიდი ღირსება იყო, როდესაც სამშობლოსთვის თავს გაწირავდა ადამიანი და 100,000 მორწმუნე ყავს, 100,000 წამებული ყავს, რომელმაც თავი გაწირა მხოლოდ იმის გამო, რომ ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ და ეგეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არის მეორე. და ისე ვიმეორებ დღეს რაღაცა კასტა იმ რაღაცა არც ვიცი რა დავარქვა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ოჯახი ტალახში, აი ამ ქიმიურ საწამლავში ჩაახშონ, ხო? და სათავეში ამას უდგანან გიგაურები, ეს ადამიანის უფლებების დამცველები, წართინა ხიდაშელი. იმას ესე იგი დასმენაზე აგზავნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ტაივანის ფულით, რომ როგორმე ეს ქვეყანა. ესე იგი შენ წარმოიდგინე ჩინეთთან ეს ბრძოლა ჩადის ტრამპი ეს ბრძოლა ჩემთან შენთან ხო არ მიდის. ესერი ხო ამ ქვეყანას ებრძვიან. გავგი, მაგრამ აი სასაცილოა. სასაცილო არა, ტრაგედიაა. ტრამპი ამაყად ამბობს, მოხარულია ჩავიდეს ჩინეთში და შეხვდეს ცის. რუსეთთან უნდა დაალაგება და ვის ებრძვის ეს? არა, მაგ საქმეს ვაგაშია, მთელი ეს მოლაპარაკებები, რაც ახლა ხდება, აი ეს უტკოფი და ის რო იყო, რა ქვია, მაგის სიზა. კუშნერი ჩასული იქ, ხო? არაფერ კავშირში პოლიტიკასთან ამას არ აქვს. ესე იგი ყველა ეხა ხო 47 ომი დაამთავრა, ხო? ეხა უგანდასა და კენია თუ იმათ, ხო? და ბოლოში რო აწიეს ეს, ბოლოში რა ეწერა, რომ ეხლაო ესენი შერიგდნენო და ჩვენო წეაღისეულებზე გვაქვს პირდაპირ ცდომაო, ყველაფერი წამოვა აქითო. იგივე ცდომა აქვთ ურანზე რუსეთში, რომელიც საჭიროა. ნავთობი არავინ არ უნდა იყიდოს რუსეთიდან, მაგრამ ურანი ამერიკამ უნდა იყიდოს, იმიტომ რომ ჭირდება და ეხა ნუ რა. სხვაგან ძვირი. ხო და მაგას გეუბნები, ეს არის ამ ფონზე, ხო? აბსოლუტურად ნათელი ხდება, რატო არის აი ესეთი გაშმაგებული, ესეთი წარმოუდგენელი შედეგი საქართველოს წინააღმდეგ, ხო? იმიტომ რომ შენ არ თმობ შენ ღირსებას, შენ ეროვნულ ინტერესებს, შენ სარწმუნოებას. მე მგონი მაინც კონულსია, ყველაფერი გადაწყვეტილია. როცა დაემხო ნატო და ევროკავშირი, ყველაფერი გადაწყვეტილია. არა, ევროკავშირი აღარ არსებობს, შეხედეთ აღა ევროკავშირი და ნატომ ომი წააგო უკრაინაში. და აღიარა უკვე ეს. ესე იგი შენ წარმოიდგინე, ეს ხო შემთხვევით არ ხდება შალვა, ესეთი გაჟონვები მოლაპარაკებების შპიგელის გაჟონვა. ეხლა შენ წარმოიდგინე ერთმანეთში რო ლაპარაკობენ, რომ გააფრთხილეს იქ ვითომ გააფრთხილეს ზელენსკი რა ელოდება. ეს დღეები ძალიან ძიმე იქნეს, ანამ დაიმალეო, თორე შენ ცუდად დაამთავრებ. და ეგრეც არა უნდა მუსობა. უშინ წინ 70 პარლამენტის წევრი მაგის პარტიის დეპუტატის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 70 დეპუტატი. არა, იმის თემა დამთავრებულია. არა, უტევს და უტევს ეს ზელენსკის ამერიკა. აბა ვის აბარაშო. ხო, რომ დაითანხმო. აბა შენ ნახე პრესა. მთელი მსოფლიოს პრესა. იმიტომ არის რატო არის ეს მნიშვნელოვანი შენი გადაცემა? იმიტომ რომ აქ არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. სოფლიაში რა ხდება, გაიგებს, იმიტომ რომ ყველა არ არის ახლა 3 მილიონი ნახევარი კაცის ხო, ახლა ყველა მიქ ნახოს ისპანეთში რა ეწერება, ამერიკაში, ლონდონში, იმაში, პარიზში, იმაში არა, ეგ არ გაიგე. აქ ძალიან მოკლე დროში ჩვენ ვეუბნებით რეალობა რა არის. ესე იგი ნებისმიერს ადამიანს ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა და თქვას რომ ჩვენ ვიტყუებით. თქვას რომ ჩვენ ვიტყუებით, მოვიდეს, დაჯდეს ახა და ჩვენ დაუდასტურებთ რომ ის იტყუება და არა ჩვენ.
ისინი იტყუებიან BBC-სთან ერთად. იმიტომ რომ ყველაზე მთელ აი ამ კამპანიაზე, აი ამ სპეცსამსახურების დაგეგმილ, აი ამ პორნოლიბერალების სპეცსამსახურების დაგეგმილ კამპანიაზე 3 სიტყვით არის პასუხი, რომელიც კლავს თემას. ეს რა ქვია, აკმარიო თუ რა ქვია, იმ რას ეძახიან, საწამლავი რა, საწამლავი. კამიტი თუ რა. კამიტე წყალში არ იხსნება. არა, ეს არის არა, აღარაფერი ფშუდა. ყველაფერი დანარჩენი ექიმებმა რა თქვეს, BBC-მ რა დაწერა, ესენი რო გამოვიდნენ, იმას რო კუჭი გაუსვა, იმას რო ბუმბული გაძვრა, 3 სიტყვით. კამიტი წყალში არ იხსნება და დამთავრდა. არა, ზოგადად. ესე იგი, ამის გამოყენება წყლით იყო შეუძლებელი. საქართველოს მოუწყესო გენოციდიო, ოცნებამო და ეგეთ გენოციდი გინახავს, ერთი კაცი რო არ არის კუტარი. არა, ყველაზე არა, კუთარს ვინჩივის. არც ერთმა მომიტინგემ არ მიმართა ტოქსიკოლოგი. არც ერთმა. 1 წლის განმავლობაში არაფერზე ხმა არ ამოუღია. როგორც კი BBC-მ დააჭირა თითი BBC-მ კი არა, სპეც სამსახურმა თითი და შენ წარმოიდგინე, ჯერ ეს ერთი ყველაზე დიდ უგუნურებას, რასაც აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ესეთ რამეს კადრულობენ და თავის თავს იმარხავენ. ეს არის, რომ ცალსახად შიფრავენ მთელ თავის აგენტურულ ქსელს, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. საფრანგულ სენატში, ამერიკის კონგრესში, ამერიკის სენატში, ბრიუსელის პარლამენტში და ასე შემდეგ. თიც დააჭერენ ყველანი ერთ იმის უნარიც აღარ გააჩნიათ, რომ ქემაინც ესენი წინასწარ გააფრთხილე, რომ სიმპტომებზე ერთი და იგივე რამე ელაპარაკონ, რა სიმპტომები აქვს რა. ხო შეიძლება რომ წინასწარ ეს BBC ორ დღეში არ გაკეთებულა ეს ფილმი. რამდენი ხანი ამიტომ წინასწარ ხო იცი შენი აგენტები ვინ არიან, ხო? ხო და ხო იცი ვინ უნდა ალაპარაკდეს ამ თემაზე, ხო და გააფრთხილე, გაუგზავნე პატარა SMS-ები, რომ იცოდეთ, რომ სიმპტომები ამ მოწამლავს აქვს ეგეთი. სხვა არაფერი არ ილაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობდა ის რამიშვილი რო არის, რამიშვილი ადვოკატი ერთი. ის ხო წავი. იმანიქიდან დარეკაო, მეო იმის მერე კიბო დამემართაო. იმის მერე. აიო, თურმეო, რატომ? ხო, კი, არ ვიცოდიო. იმას ის დაემართა. ანევრიზმა დაემართა. იმას გზაურია. თბილისში გოგონა არისო. ამ საზარელი დარბევის და რო ჩამოვიდა ერთი კვირის მერე იქ ქუჩაში გაიარა და მოიწამლა. ხო, წარმოგიდგენია შენ და მე რას გეუბნა, ყველაზე მეტი მაინც თუთიყუშის ამბავმა შემოგვიდგა. არა, და ძაღლის. ძაღლი რო გაბუტული იყო პატრონზე და თუთიყუში იმ გოგოს ამბავის ტრაგედია ქმარმა რო ის გაახტევინა და თვითონ რო გოგოს რო ხელები და სახე დაეწვა და ქმარს რო არაფერი არ მოუვიდა, რომელსაც ეს ბუშლატი ეწვა. ხო, ის მოვიდა სახში, ისეთი სველი ეწვა ეს ბუშლატი, ისეთი სველი იყო რაღაცა, რომ რო გაახტა ხელები დაეხმარა ცოლი. და ცოლი რო დაეხმარა გახტაში ხელები და სახე დაეწვა. და თვითონ იმას რო ეწვა, იმას არაფერი არ დაეწვა. ეს ყველა ამათმა 1 წლის მერე მიხვდა. აი ხა მიხვდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად კომიტი იყო გამოყენებული და ინგა გრიგოლი არის მართალი. ვაიმე. როენა მამიდა. ინგა გრიგოლი საოცარი მოვლენა. ისე უფუჭებს ამათ საქმეს. იქ კაცმა თუთიყუშის პატრონმა პატიოსნად თქვა რომ ეხლა გაგეცინებათო და რაღაცა შაყინოია ბავშვი. არა, იცი რა არის, ნახდად გამეცინებოდა. არა, კაცო, რას გამეცინებოდა? გეფიცები ნახდად გამეცინებოდა, რაც ხდება, მაგრამ არ არის სასაცილო. ბიჭო, ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირს ძალიან სერიოზული დარტყმა. ეს არ ჩაივლის ესე მარტივად. ისე ვიმეორებ, ამიტომ ტყილა არ დავიწყე. 100 წლის წინ 1914 წელს გამოიყენეს ეს ისა რა ვთქვია, ეს მომწამლავე ნივთიერება პირველ მსოფლიო ომში და დღემდე ახსოვს კაცობრიობას. იმდენად ახსოვს კაცობრიობას, რომ ეს ჩადეს ამ შენ პრეტენზიაში, რომ ესქნესო, ის იქ გადავიდნენ. სადამ ხუსეინი როგორ დაამყო? ხო, ნუ მაგას, მაგრამ ამიტომ გეუბნები, რომ ეს იცი როგორი რამეა. ასობრივი განადგურების იარაღი. ეს არის უპატიებელი დანაშაული. მე არ ვიცი, რას იზავს მართსაჯულება საქართველოში. მაგრამ ყველა ის ვინც მონაწილეობდა ამ იმაში ქართული საზოგადოებისგან მათ არანაირ შემთხვევაში არ იქნებათ არანაირი ამნისტია. გოგაჩემ, ეს არის ხო დაუშვებელი ყოველთვის საინტერესო შემოწევა და ასე იქნება სულ. ჩვენ დღეს ვასრულებთ გადაცემას, ვიფასოთ ტელემაყურებლებო და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით
მომავალ პარასკევს დიდ გარდაცემს. მე სამშვიდობო მომწეს.